სხვა ბიზნეს ადმინისტრების ფუნქციებთან შედარებით, მარკეტინგს ყველაზე მეტი კავშირი აქვს მყიდველთან. მარკეტინგს მარტივი განმარტება შემდეგად ჟღერს. მარკეტინგი არის მყიდველებთან მომგებიანი ურთიერთობის მართვა. მარკეტინგს ორი მიზანი აქვს: უმაღლესი ფასეულობების შეთავაზებით მოიძოს ახალი მყიდველები კომპანიაში და არსებული მყიდველების მოთხოვნების დაკმაყოფილებით შეინარჩუნოს და გაზარდოს მათთან ბიზნეს გარიგებები. მაგალითად, Walmart-ი მსოფლიოს უდიდეს საცალო მოვაჭრედი გზა მყიდველებისათვის განაპირობების შესრულების გამო და ზოგ ფული და იცხოვრე უკეთ. Nintendo ვიდეო თამაშების ბაზარზე წარმატებას მიაღწია ვიდეო თამაშების დისტანციური უკაბელო მართვის უტის შექმნით, რაც ფასეული აღმოჩნდა ყველა ასაკის მომხმარებლისათვის. ძლიერი მარკეტინგი მნიშვნელოვანია თითოეული ორგანიზაციის წარმატებისათვის. ისეთი დიდი კომერციული კომპანიები, როგორებიც არიან Procter & Gamble, Google, Target, Toyota და Marriott, მარკეტინგს ინტენსიურად იყენებენ. თუმცა მარკეტინგს იყენებენ ისეთი არაკომერციული დაწესებულებებიც, როგორიცაა უნივერსიტეტები, საავადმყოფოები, მუზეუმები, სიმფონიური ორკესტრები და ეკლესიები. თქვენ ბევრი რამ იცით მარკეტინგზე, ვინაიდან ის თქვენ გარშემო არსებობს. მარკეტინგის ფუნქციების შესრულების შედეგია საუჯრედო ობიექტებში ახალი პროდუქტების სიუხვე. მარკეტინგი მოიცავს იმ რეკლამების შექმნასაც, რომელსაც ყოველდღე უყურებთ ტელევიზიით ან ჟურნალ-გაზეთებით. ბოლო წლებში მარკეტოლოგებმა დაიწყეს ახალი მეთოდების გამოყენება, საიმიჯო ვებგვერდებითა და სოციალური ქსელებით დაწყებული და მობილური ტელეფონების აპლიკაციებით დამთავრებული. ეს ახალი მიდგომები გაცილებით უფრო ეფექტურია, ვინაიდან შეტყობინებები თითოეულ პიროვნებას პირადად ეგზავნება. დღესდღეობით ყველა მარკეტოლოგს სურს გახდეს თქვენი ცხოვრების ნაწილი და თავისი ბრენდი გაამძლეოს თქვენი ცხოვრება. სახლში, სკოლაში, სამუშაო თუ გასართულ ადგილებში, ყველგან სადაც ხართ, ყველაფერში რასაც აკეთებთ, თქვენ შეგიძლიათ შეიცვლოთ მარკეტინგის ელემენტები. და მაინც მარკეტინგი მოიცავს უფრო მეტს, ვიდრე ამას მყიდველის თვალი აღგონს. იგი მოიცავს ადამიანებისა და აქტივობების მასობრივ ქსელს, რომელთა საბოლოო მიზანია მიიქციონ თქვენი ყურადღება და გაქცევინა ამა თუ იმ კომპანიის კლიენტად.